1993 წლის 16 მარტი არის ერთ-ერთი ძლიერი ნათელი წერტილი საქართველოს ტერიტორიული თლიანობისათვის ბრძოლის ისტორიაში, იმიტომ რომ ეს თარიღი ჩაიწერა საკმაოდ დიდი წარმატებით, გამარჯვებით, რაც განპირობებული იყო ყოველი ჯართან ნაცვლის სახეობების, მოხალისეების და შემართებული ადამიანების ურთიერთქმედებით ბრძოლაში, რამაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სეპარატისტებთან ერთად მოუსპო იმედი იმ დღეებში ქალაქ სოხუმის დაკავებისა და განიცადეს საკმაოდ მტკივნეული მარცხი. მე მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო თითეული ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრების გამოხატულ ხსოვნას. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, თავისუფალი და რაც მთავარია, იქნება თავისი ქვეყნის ბატონ პატრონი. მე მინდა მადლობა უთხრა გმირებს და ზოგადად ადამიანს როცა აქვს პატივი რომ გავიდეს ამ ქვეყნიდან თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის, პატრიოტიზმისთვის, ეს არის ერთეულების ხვედრი და ჩვენი გმირები სწორედ ასეთი ერთეულები არიან. ასევე მადლობა მინდა უთხრა მათ მშობლებს, მადლობა მინდა უთხრა მათ მეუღლებს, შვილებს, უკვე შვილიშვილებიც ხავთ. და საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვის ხარჯზე. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი სიცოცხლის და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ამ უთანასწორო ბრძოლაში გადაარჩინეს ათასობით ჩვენი უდანაშაულო თანამოქალაქე. ჩვენი ვალია რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გადავცეთ მომავალ თაობას მაგდამი სიყვარული და პატივისცემა. 16 მარტს მიაღწია პიკს ამ შემოტევამ და ქართული შეიარაღებული ძალები, ყველა ქვედანაყოფები გაერთიანდა და მოიგერიეს მტერი. ჩვენი ბიჭებიც დაიღუპა ბევრი, მიგონიებთ მათ და ქართული იარაღის გამარჯვების დღეა აქტიურად, როგორც артиллерიის, ისე ქვეითი ქვედანაყოფების.